გამარჯობა მეგობრებო, მე ლევანი ვარ და ეს ჩემი პირველი მოტოვლოგია. მოტოვლოგი ვახსენე და შესაბამისად წარმოგიდგენთ ჩემს მოტოციკლეთს, რომელიც არის Yamaha XVS 1300. CC. ორი ცილინდრით. არის კრუიზერის ტიპის, როგორც ხედავთ. აი ასეთი ბაიკი, რომელიც არის ბევრი მონიკელებული დეტალით. მათ შორის კობრას გამშვები სისტემით. წამყვან საბურავს აბრუნებს რემენი. ჩემი ბაიკი იყო midnight ვერსია, ორი უზარმაზარი ჩანთით, ასევე უზარმაზარი უკანა სავარძელი, თითქმის იმხელა ზომის. ამხელაც ძღოლის სავარძელია. ძღოლის სავარძელსაც ჰქონდა უკან საზურგე მისაყუდებელი და ასევე უკანა სავარძელსაც ჰქონდა თავისი საზურგე. ეს ჩემი ბაიკი მე თვითონ შევიძინე ამერიკის ავტო აუქციონზე, ასევე მოტო აუქციონზე, რა თქმა უნდა. და როგორცაც ეხლა თქვენ უყურებთ, ეგეთი არ ჩამოსულა. ძირითადი დაზიანება და დაზიანება იყო წინა მხარე რა. აი კიდევ ეთყობა კვალი. არ შემიძლია არც ეს კონუსის სახელური და არც ეს სარკე. დაზიანებული იყო კიდევ, რა თქმა უნდა, საჭეც, რომელიც გამოვიწერე, უბრალო საჭი არაფერი ისეთი. აი ასეთია. ხო, ეს საჭე ესეთი განიერი არ ყოფილა რა. ხარატთან მივიტანე და გავაგანიერებინე, იმიტომ რომ ძიმე ბაიკია და ვიწრო საჭე ნელა სიარულის დროს მოუხერხებელი იყო რა. უფრო მირთულობდა საქმეს. ეხლა ისეთ სიგანეზეა დაყენებული, არანაირი პრობლემა არ მაქვს, ძალიან ადვილად, კომფორტულად გადავაადგილდები რა. დაზიანებული იყო წინ ეს ფარი, რომელიც შეიცვალა, ეს თავისი არ არის, არც ფარი და არც ბუდე. დაზიანებული იყო ფრთა, რომელიც იყო ჟეშტის და აღარც აღდგებოდა, არ ექვემდებარებოდა აღდგენას, ამიტომ ჩამოასვევინე პლასმასის, დამუშავდა, შეიღება და გამოვიდა მშვენიერი, მე კმაყოფილი ვარ. ხო, ასევე დაზიანებული იყო აი ეს ორი ცალი წინა ამორტიზატორი, ისე რომ შეცვლა დაჭირდა, მხოლოდ ამ ტრუბებს გამოვიწერეთ ჩვეულებრივად, ნაცნობის მეშვეობით საიტიდან ჩამოვიდა მშვენივრად, უპრობლემოდ დადგა და მუშაობს გამართულად. ასევე დაზიანებული იყო წყლის ავზი გამაგრილებელი, რომელიც ასევე გამოვიწერე, დადგა მშვენივრად, მუშაობს, თავის საქმეს ასრულებს. კიდევ დაზიანებული იყო წინა დისკი, სავალი, რომელიც ძალიან მაგრად გაკეთდა, სხვათა შორის ძალიან მაგარ ხელოსანს მივაგენი, აი ისე გააკეთა, რომ არც არაფერი არ ეთყვა, მე თვითონაც ვეღარ ვამჩნევ. არა და საკმაოდ მაგარი დაზიანება ჰქონდა რა. და ისე გაიმართა, ვიზუალურადაც ისეა მართლა, აი სად იყო დაზიანებული, ეხლა ნამდვილად ვერ ვამჩნევ და სიარულის დროსაც არანაირი პრობლემა რა, მუშაობს ძალიან კარგად. აქვს წინ ორი სამხუჭე დისკი,
რაც ძალიან მაგარია, მომწონს. ეფექტური აქვს. უხრუჭი არ არის ABS-ის სისტემით. ისე ხისტი უხრუჭი აქვს. მაგრამ რავი, ნორმალურად მუშაობს რა, ჯერჯერობით პრობლემა არ შემქმნია არანაირი. ბაიკის ფერს რაც შეეხება ძირითადად რა, ძირითად ფერს. აი ისეთი რაღაცნაირი გარდამავალი ფერი აქვს რა. რომ აი ვერ იტყვის ზუსტად რა ფერია. აი თითქოს შინდის ფერიცაა, ზოგჯერ რაღაცა მზე დაარტყავს, ბადრიჯნის ფერშიც გადადის. ლამაზი ფერია რა, მომწონს. ძალიან კარგია. ხო, ეს კობრას გამშვების სისტემა ძალიან მაგარია, ძალიან მაგარ ხმაზეა. კარგად როხროხებს, როგორიც უნდა კონდეს. თავიდან რო დავქოქე, ხა მოლოდინი სურვილი უბრალოდ ქონდა, რომ კაი ხმა ქონოდა ხა კრუიზერს და ზოგადად მოტოციკლებს რა თქმა უნდა უხდება რა. კაი ხმა. და კარგად როხროხებს რა, როგორც უნდა კონდეს. 1300 cc-ს და კრუიზერსა ჩემი სურვილით რა, ესე უნდა იყოს. ძალიან კაი ხმა აქვს. მე კმაყოფილი ვარ. აი ასეთია რა. რა ვიცი, ეს სავარძელიც ცოტა არ იყოს კი მედიდება და ვნახოთ მომავალში შეიძლება შევცვალო ან დავაპატარავ, რაღაცა უნდა მოვიმოქმედო, ასე მაქვს რა. გეგმაში და ვნახოთ. ისე ცუდი არ არის, კირბილია, კარგად ზიხარ რაღაცა. მაგრამ ძალიან დიდია მე მგონი რა. თან დიდ გზებზე ხა ისე ხშირად მე არ გადავადგილდები და თქვათ ცოტა პატარა სავარძელიც რო იყოს ყოველდღიურობაში უფრო მარტივადაც მოვიხმარდი ხა ისეთ პრობლემას არ შემიქმნდა და შორგზაზე თუ იმით ვერ ვილდი, მე ამის შევცვლიდი ხოლმე რა, გავითვალისწინებდი მაგას. მოკლედ ეს არის რა ჩემი ბაიკი, როგორც წეგან აღნიშნე, XUS 1300. ახლა გავიაროთ და მოგიყვებით ჩემს პირველ შეხებას ბაიკთან მიმართებაში. როგორ იყო, რა იყო. როგორ დავჯექი, ვის ბაიკზე დავჯექი. ეს ჩემი პირველი ბაიკია. მაგრამ პირველი ბაიკი, რომელზეც დავჯექი და გავიარე, ეს არ იყო რა. და ამ ყველაფერს მოგიყვებით. გავიაროთ კახეთის მხარეს. ეხლა ვიმყოფები აეროპორტის გადასახვევთან. აბა წავედით. მოკლედ მეგობრებო, ამოვედი კახეთის ახალ ბანზე. და მოგიყვებით ჩემს პირველ პრაქტიკულ შეხებას ბაიკთან. ჩემი პირველი ბაიკი, რომელზეც დავჯექი და გავიარე. ნუ ჩემს სრულობელობაში არ იყო მაგას არ გულისხმობ. უბრალოდ ბაიკი, რომელზეც პირველი შეხება მქონდა პრაქტიკული ნაწილის რა. ეს იყო Honda მარკის 750 კუბიანი კრუიზერი. აღარ მახსოვს რომელი მოდელი იყო. საკმაოდ ისეთი კარგი ბაიკი. მომწონდა ვიზუალურადაც და რომ გავიარე მომეწონა რა. რა თქმა უნდა, ეხლა მე ყოველ გამოსვლელი ვიყავი და ამ ბაიკით სიარული ეგრევე სადღაც ქალაქის ქუჩებში და მაგისტრალზე არ დამიწყია. ჩემი მეგობრის იყო ნაცნობის. როდესაც მოვიდა ერთ დარბაზში ვარჯიშობდით. ანსი მომეცა რა იქ რო დავინახე რომ ბაიკით იყო. ხო რომ იქ ეზოში გავგორდებოდი რა, უკუკ ამდენიმე წელს დავარცხავდი.
მადლობა იმანაც ადამიანმა. დიდი მადლობა იმას რა თქმა უნდა. უპრობლემოდ. ეს დავჭექი. სხვათა შორის არც გამჭირვებია ისე ადავადილი არც დიდად დაძრა არ გამჭირვებია თუ ჩამიქრა რამდენჯერმე მაგრამ რაღაც ისეთი მომენტები რაღაც რომ საფრთხე შექმნილი იყო ან მოტოციკლები გამქცეოდა რამე ეგეთი რამე არ ყოფილა რა საკმაოდ ადვილი დაუღალო ვფიქრობ ეს ავტომობილის გამოცდილებამაც განაპირობა რა ძალიან პატარა ვიყავი როდესაც ავტომობილის მართვა შევისწავლე და ეს მანქანაც იყო მექანიკური გადაცემათა კოლოფით და ვფიქრობ ამან გამიადვილა რა ათვისება მოტოციკლის შემთხვევაში ათვისმოწყობა არ მქონდა არანაირი გამოცდილება არ მქონდა და იქ უსაფრთხოდ ეზოში სხვადასხვა დღეების განმავლობაში რამდენიმე წრე მოვარდხი რა დავიკატავე გამოვიკატავე ასე ვთქვათ აი ასეთმა მოკლე შემთხვევამ კიდევ უფრო გამიმძაფრა ჩემი სურვილები რომელიც იყო ბავშვობის დროინდელი ფილმებიდან თუ უჩაში დანახული მოტოციკლებიდან გამომდინარე და კიდევ უფრო სერიოზულად დავფიქრდი საკუთარი ბაიკის შეძენაზე ავიწყე მე უკვე ნელ-ნელა აუქციონებზე ამერიკის მეორადი აუქციონებზე თვალიერება მოტოების მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანდა რა ჩემი დაშვის ხონდა კოდები აუქციონის კოდები რომლის მეშვეობითაც შეეძლო შეძენა და ჩამოტანა რა ჩვეულებრივად მოტოციკლის ავტომობილის ჩემი დაშვისაც უთხარი აი ეს ჩემი სურვილის ამბავი რომ ბაიკის შეძენა მინდოდა და მანაც დაიწყო თვალიერება რა ჩემთვის რომ რაღაცა ვარიანტებს ვიგზავნი და სხვადასხვა ბაიკების რომლებიც აუქციონებზე გამოდიოდა ეს პარალელურად რა თქმა უნდა ვარჩევდი ბაიკებს და ამასობაში ყველას და გასაოცრად ვიწონ შეიძინა ბაიკი დამასწრო ბაიკის შეძენა ეს ბაიკი იყო Kawasaki Ninja 650-იანი თუ არ ვწდები 2019 წლის ზუსტად აღარ მახსოვს რა ABS ვერსია იყო ამჯერად უკვე ჩამოვიდა ეს ბაიკი რა თქმა უნდა რაც დაჭირდა 3 თვე ჩემი ბაიკი ჯერ კიდევ არსად ჩანდა აუქციონებზე ვაფარელოდი ამ პერიოდის განმავლობაში როდესაც ჩემი ბიძაშვილის ბაიკი ჩამოვიდა დაუმართავი იყო უცბად მალევე დაიმართა და ასევე უსაფრთხოდ ეზოში დავიწყე იმ ბაიკით წლების დარტყვა ორთვა ადაადილება რა კიდევ და კიდევ უფრო გამიმძაფრდა სურვილი ბაიკის შეძენის და კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით
ვეძებდი ბაიქს აუქციონებზე. შემდეგ ამასობაში გამოჩნდა ჩემი ბაიქიც. შევიძინე აუქციონზე მოვიგე. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, ველოდებოდი რა თქმა უნდა მთელი მონტომებით. ოდესაც ეს ჩემი ბიძაშვილის ბაიკი გაიმართა. შემდეგ ეს ბაიქს ველოდებოდი. ვიფიქრე ასეთი რამ, რომ არც მოწონა ამეღო არ დავლოდებოდი ჩემს ბაიქს. ვინაიდანაც ჩემ ბიძაშვილს თვითონ არ ქონდა მოტოციკლის მართვის მოწონა. და შანსი მქონდა რომ ამეღო მართვის მოწმობა და მე იმ ბაიქით ცოდნა გამეხმარებინა სანამ ჩემი ბაიკი ჩამოვიდა და უკვე ასე თუ ისე გამართული ძღოლი დავხვედრილი ყავი ჩემს ბაიქს. ასეც მოვიქეცი. წავედი გამოცდაზე. ჩემი მართვის მოწმობიდან გამომდინარე ჭირდებოდა A კატეგორიის ასაღებად. ასაკი მიწყობდა ხელს ასევე რომ ეგრევე A კატეგორია ამეღო და ჩამებარებინა გამოცდაზე მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკული ნაწილი რა. წავედი გამოცდაზე და ერთ დღეში ავიღე მართვის მოწმობა. ანუ რას გულისხმობ ახლა ერთ დღეში აღებაში რა. პირველად პირველ წაზე როდესაც გავედი ჩავიჭერი გამოცდაში რა. სულ 3 ეტაპია საგამოცდო როგორც მახსოვს ყოველსია და შუა ეტაპს გადავახდი რა. ასწავლოს სკოლაში არ მივიდა და არც კი ვიცოდი წესიად რომელი ეტაპი მოყავდა და ამანაც გადადიოდა რა. შემდეგ გავშინიანდი ეგრევე ფული გადავიხადე დაჩქარებულად მეორე წაზე გავედი. ავედი და უკვე წარმატებულადაც ავიარე გამოცდა ჩავაბარე, ავიღე მართვის მოწმობა. მოდი ახლა კამერას შევაბულებ და წინა ხედით ანახეთ გზას. და მართვის მოწმობა. როგორც კი ავიღე უკვე ჩემი ბიძაშვილის ბაიკით ესოსაც გავწდი. უბანში დავდიოდი უკვე. ნუ ნელა რა თქმა უნდა მოვდიოდი რა. პრობლემოთ, არაფერი პრობლემა არ შემქნია. მე ნელა უკვე ავთამამდი კიდევაც და ქალაქის ქუჩებსაც შევეპარე რა. სხვათა შორის წარმატებით. არანაირი პრობლემა ამ მქონია. ერთადერთი შემთხვევა მქონდა ამ მოტოციკლებზე, როდესაც ვიდექი საცობში და გაჩერებულზე ავტომობილი, რომელიც იყო პიკაპის ტიპის, გამოდიოდა იქ ქუჩიდან და უკანა საბურავზე მომედო რა გვერდით და მხრიდან. არაფერი არ ყოფილა, ძალიან ოდნავ იყო და უპრობლემოდ ჩაიარა ამ შემთხვევაში.
აი ასე უკვე ნელ-ნელა ვიანი შემოდგომაც მოვიდა და ჩემი ბაიკი ჩამოვიდა ჩემთან რომელიც იყო გაუმართავი რა არც ავალი ნაწილები ქონდა გამართული და არც ვიზუალურად იყო გამართული ნაწილები რაც ჭირდებოდა ამწუხაროდ ყველაფრის გამოწერა დამჭირდა იმიტომ რომ აქ არ არის არც დაშლილები და არც ახალი ნაწილები ჩემი ბაიკის ამ გამოწერას კიდე რა თქმა უნდა ლოდინი უნდა თავისი დრომი აქვს და კიდევაც დაზამთრდა და ზამთარში მე სიცივეც იყო თან ბოლომდე არც გამიმართავს ჯერ დროისათვის არ იყო გამართული ბაიკი და დიდად არ მივლია რა აი მხოლოდ როდესაც გაიმართა ისე რომ გადაადგილება შეიძლებოდა რა თქმა უნდა მაინტერესებდა ჯერ მარტო ის რომ ბაიკი დაკოქილიყო სტარტერით ვერ გქონდით რა და აგორებით კიდე ვერ ვაგორებდით იმიტომ რომ წინა მხარე დაზიანებული იყო რა ამორტიზატორები და თავისთავად იმდენად დაზიანებული იყო რომ ვერ ხერხდებოდა ვერანაირად ეს გაგორება და სიარული და აგორცი გამართის ავალი ნაწილი ეგრევე დავკოქეთ ბაიკი გაგორებით მიწოლით და ბაიკმა რო ხმა ამოიღო ძალიან მაგარი ხმა იყო აი ძალიან მაგარი ეხლაც მაგრად მომწონს ამის ხმა რა მაგარი ხმა მაშინაც არ მოველოდი მაგ ხმას რა და მაგრად გამიხარდა ძალიან მაგრად ეხლაც კი ემოციებში მაგდეს მის გახსენება იმ პერიოდს შემდეგ უკვე ხა ზამთარში რაღაც ვიზავი ნელა უსმუსებდი რა ჭირდებოდა ნაწილები თუ რამე იყო ვიწერდი ახაც რაღაცები აღვადგენინე როგორც ვიდეოში უკვე გითხარით დასაწყისში რავი დისკი იყო ფთა იყო რაც იყო რა ყველაფერი გავმართე ოდესაც უკვე გაზაფხული მოვიდა დათვა შევუდექი ვიზუალური ნაწილის გაკეთებას უკვე გამზადებას გავამზადე გავმართე და დავიწყე აქტიური გამოყენება უკვე რა მოტოციკლის ასე თუ ისე გამოცდილებას დაგროვილი მქონდა პრაქტიკული ნაწილის სხვათა შორის პრაქტიკული ნაწილის ადვილად ათვისებაში ვფიქრობ დამეხმარა თეორიული ნაწილი, თეორიული ნაწილი საკმაოდ ისე ასე ვთქვათ გადაღეჭილი მქონდა რა ვიდეოების საშუალებით ამდენი თვეების განმავლობაში უყურებდი უამრავი ვიდეო ნახე რა და ვიღებდი ასეთ გამოცდილებას და შემდეგ პრაქტიკაშიც ადვილად გადმოვიტანე აი ამ მოკლე პრაქტიკული ნაწილის განმავლობაში ამიგროვდა საავარიო შემთხვევები. სხვათა შორის ერთ დღეში მქონდა 4 შემთხვევა. მოგიყვებით ახლა ამ 4 შემთხვევის შესახებ. პირველი უკავშირდებოდა ქვეითებს. რომლებსაც დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები
მაგათვის წითელი იყო ანთებული და იმ მომენტში გადასვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ არ ვიცი, ალბათ რაღაცაზე იყვნენ გართულები, საკმაოდ ისეთი მხიარული ნოტა ქონდა დაჭერილი ციცილკისკისით, ატმოვიდნენ გზაზე. არანაირი პრობლემა არ შექმნიათ რა. საბედნერო ნელა მივდიოდი. ამდენად მოვახერხე ბაიკის გაჩერება. საბედნიეროდ ჩაიარა ამ შემთხვევამ უპრობლემოდ. მეორე შემთხვევა დაახლოებით ამ შემთხვევიდან 15 წუთის მერე მოხდა, რომელიც უკავშირდება ასევე ორ გოგონას, რომლებიც ქოითად გადაადგილდებოდნენ გზაზე. ოღონდ ამ შემთხვევაში უფრო რთული რაღაცა გააკეთეს ამ გოგოებმა რა, გამზირზე გადადიოდნენ, სადაც არანაირი ზებრა არ იყო იმათთვის გადასასვლელი და არც შუქნიშანი, რომელიც მისცემდა მათ გადაადგილების უფლებას. მაგრამ რა შეინტერესებდათ, ძალიან კარგ აწყობაზე იყვნენ ისინიც და სიცილკისკისით გადადიოდნენ ასევე. ამ შემთხვევაში მე ცოტა საქმეს მივთულებდა ჩემგან მარცხნივ მდგომი ავტომობილი, რომელიც ხედვის არეალს მიპატარავებდა და ადვილად ვერ შევამჩნიეს გოგოები, მაგრამ საბედნიეროდ ნელა მივდიოდი ამ შემთხვევაშიც. ადვილად გავაჩერე ბაიკი. უსაფრთხოდ გადავიდნენ გოგოებიც, მეც უსაფრთხოდ ანვარზე გზა. მესამე შემთხვევა უკვე ავტომობილს უკავშირდება რა. სახნისკენ მომავალ გზაზე 4 ზოლიანი გზა არის. ქუჩა არ მახსოვს რა ქუჩა არის. დასახელება არ მახსოვს საბურთალოზე. ამ 4 ზოლს ერთმანეთისგან გამოყოფს ორი უწყვეტი ხაზი რა, რომლის გადაკვეთაც რა თქმა უნდა არ შეიძლება მოგეხსენებათ, მაგრამ ამ ავტომობილმა ჩათვალა, რომ მისთვის შეიძლებოდა გადაკვეთა ეს ორი ხელწულა ხაზი. ჩემი გზაც გადაწვა და შევიდა რაღაც უბნის ვიწრო გზაზე რა. ვითომ საკაც არაფერია რა. საბედნიეროდ დისტანციაც კონდა მანძილი იმხელა, რომ ადვილად შემეჩერებინა ჩემი მოტოციკლი. არც სწრაფად არ მივდიოდი. ავაჩერე ბაიკი რა, დავანელე და გავიარე რა. ეს შემთხვევაც უსაფრთხოდ. მეოთხე შემთხვევა უკვე უკავშირდება ჩემი მოტოციკლის უეცარ გაუმართავობას და რას მოიცავდა ხე ეს შემთხვევა. კონუსის წნული რა, ანუ ცეპლენის დროსი გაწყდა საერთოდ რა, მთლიანად გაწყდა ერთ მონაკვეთზე. რამაც გადაადგილება შეუძლებელი გახადა. სადი ასეთი რამე, რომ მოტოციკლი გამენეიტრალებინა, შემდეგ ჩამეგდო პირველ სიჩქარეში და დავძრულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. ჩაქრა მოტოციკლი და გზა ვეღარ გავაგრძელე. შემდეგ მომაფიქრდა მეორე ვარიანტი, რომ ჩამქრალი მოტოციკლები ჩამეგდო სიჩქარეში, პირველ სიჩქარეში და ასე იქნებ დავძრულიყავი რა. ამიტომ უკვე გაამართლა წარმატებით. დავიძარი, დაიქოქა რა, დაუჭირდა მოტოციკლს ასეთი ტიპის დაკოქვა, მაგრამ დაიქოქა, დავიძარი.
წამოვედი, ორჯერ დამჭირდა ასეთი მოქმედების განხორციელება შუქნის შენზე. შემდეგ უკვე საბედრეო შუქნიშანი აღარ შემხვედრია გზაზე და პირველი სიჩქარით სახლამდე მივაღწიე რა. ნელა. ბურილით. მე უკვე მეორე მესამე დღეს მივიყვანე ხელოსანთან ჩემი ბაიკი და უპრობლემოდ გააკეთა მშვენივრად გაიმართა ეს დეტალი. მუშაობს ბაიკი გამართულია მშვენივრად. ავდივარ აქეთ და იქეთ. მე თვითონაც კიდევ შეიძლება ითქვას, რომ ახალ ბედამწყობრმა მინდა ჩემზე უფრო გამოუცდელეს და განწყობებს მივცეს რჩევა, რომ ქალაქში თუ ხალხ გარეთ ადაჭარბებული სისწრაფით სიარული არ არის კარგი არღირს რა. შეიძლება ადვილად აუღოთ ეხლა ალღო. ჩემ შემთხვევაში მაგალითად ვთვლი, რომ აი ესე რაც ეხლა გამოცდილებას მაქვს და სადამდეც მოვედი, მარტივად მოვედი რა, ასე ვთქვათ. ამიადვილდა და შეიძლება ვიღაცამ ჩემსავით ან ჩემზე კიდევ უფრო მარტივად აუღოს ალღო, მაგრამ არ უნდა ჩათვალოს ისე რომ უკვე ეს აძლევს იმის საშუალებას სწრაფად იაროს რა. იმიტომ რომ სულ რომ არაფერი დავაშავოთ ჩვენ, შეიძლება სხვამ შეგიქნას ისეთი საავარიო მდგომარეობა, რომ ამოსწორებასაც აღარ ექვემდებარებოდეს რა, ისეთი სამწუხარო სავალალო ფაქტი დადგეს. და უკვე ფულადი რაღაცა სახსრები აღარც იყოს რაიმეს გამომასწორებელი რა. ამიტომ ჯობია რომ ყოველ შემთხვევაში ძალიან მაინც არ გადავაჭარბოთ დაშვებულ სისწრაფეს. უფრო ტრასაზე თორე აი ქალაქში მართლა უნდა გადავაჭარბო რა. სირედითაც კი. ეხლა თვითონაც არ მიყვარს აწყვეტილი სიარული ტრასაზე რა. ქალაქის პირობებში უფრო მიყვარს აი გადასწრებაზე გასვლა. თანჩები საკმაოდ ჯანიანი ბაიკია, ბაზრებს მაგის საშუალება და სიამოვნებასაც მანიჭებს, როდესაც გადასწრებაზე რაღაცა ისეთი აი ძლიერი ხმით და სულით გადავდივარ გადასწრებაზე რა. თან მანევრი, აი ეს მანევრი უფრო მანიჭებს სიამოვნებას, ვიდრე აი რაღაცა სისწრაფით ტრასაზე სიარული რა. ნუ კაცია და უნება რა თქმა უნდა, მაგრამ სისწრაფით სიარული მაინც არ ღირს. თუმეტეს თუ ბაიქს რაიმე ოდნა სირედი გაუმართავობა მაინც ახასიათებს. ეხლა კი ჩემი პირადი ემოციები მინდა მოკლედ გადმოგცეთ რა ბაიკთან დაკავშირებით. ძალიან მაგარ სიამოვნებას მანიჭებს ეს ორი საბურავი ბორბალი. ძალიან მაგარ სიამოვნებას მანიჭებს ეს ჯანი რაც ჩემს ბაიკს აქვს და ძალიან მაგარ სიამოვნებას მანიჭებს ეს ჩემი ამშვები მაყუჩის ხმა. თამთლიანობაში ჩემი ბაიკი ძალიან სასიამოვნოა რა. აი ასეთი მანევრების კეთება მიყვარს კიდევ ტრასაზე, როდესაც რა თქმა უნდა ახლოს ავტომობილი ან სხვა რაიმე საშუალება არ მოუყვება და თავისუფალია გზა, სიამოვნებს
აი ეს ზიგზაგების სიარული. მე ნარნარს ვეძახი ამას. ძალიან მაგარია. მოკლედ მეგობრებო, ყველას გისურვებთ მშვიდობიან გადაადგილებას, მშვიდობიან ყოფნას, მშვიდობიან ცხოვრებას, ზოგადად ბედნიერებას და ყველა წარმატებას გისურვებთ. კეთილი იყო ჩვენი შეხვედრა, ალბათ კიდევ შევხვდებით და სასიამოვნო ყოფილიყოს ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება. აბა ბედნიერად.